სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში, სადაც ყავს დაზარალებული, ფაქტობრივად ჩვენ ნახულობთ, ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ყოველთვის დაზარალებულის გამოკითხვა, დაზარალებულის ჩვენება. დაზარალებულის ჩვენების ნაწილში უნდა აღინიშნოს, რომ რაც ევალებოდა დაზარალებულს გაეკეთებინა სასამართლოს წინაშე, ეს დაედასტურებინა, რომ ნამდვილად ამ ადამიანებმა სცემეს, ასევე დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოები, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, ვინ მიაყენა ეს დაზიანება და მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა. ყველა ამ ჩამოთვლილ პუნქტში დაზარალებულმა ან ვერ შეძლო სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდება, ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შესაბამისობაში არ იყო მისივე გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან. მოდი ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, რომ ვეცდები მაქსიმალურად დეტალურად გავიარო და აუხსნა მაყურებელს ეს თანმიმდევრობა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მაშინ როცა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ეს ადამიანი ამბობდა, რომ შეხვდა სამ ადამიანს, მათ შორის გელა ხასაიას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს წინაშე თქვა, რომ ის შეხვდა ორ ადამიანს, რომელთა შორის არც ერთი არ იყო გელა ხასაია. მისივე განმოცემით მოგვიანებით უნდა შეერთებოდათ მათ წესით გელა ხასაია და ესეც ვერ დააზუსტა, ესე ვთქვა და ვერ აღნიშნა რა ვითარებაში მოხდა გელასთან შეხვედრა, გაიცნო როგორც გელა ხასაია თუ რა ფორმატში როგორ შედგა მათი ესე ვთქვათ ნაცნობობა. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოძიებაში ეს ადამიანი მის ყველა გამოკითხვის ოფში უთითებდა, რომ უკვე ნასვამი მივიდა შემთხვევის ადგილზე და დღეს განაცხადა, რომ რეალურად ხიზელი იყო. ეხლა აქვე პატარა განმარტებას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი იმდენად ნასვამი იყო და ალკოჰოლურ თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ვერაფერი ვერ დაიმახსოვრა, ბუნებრივია მისგან იმის მოსმენა, რომ ახსოვდა ნამდვილად რომ გელა ხასაიამ ცემა, იქნებოდა არადამონჯერებელი ყოველთვის. შესაბამისად მოუწია სასამართლოს წინაშე დაემალა ის ფაქტი, რომ უკვე მთვრალი მივიდა შემთხვევის ადგილზე და შედიოდა პროკურატურის ინტერესებში და ძალიან გავს პროკურატურის მიერ გატარებულ ინსტრუქტაჟს, ესე ვთქვათ, მოწმის და მომზადების ნაწილს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოწმემ ვერ შეძლო ასევე დაზიანების მიღების ფაქტის და კონფლიქტის დაწყების მიზეზი მიეთითებინა სასამართლოსთვის და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მოსამართლემაც დაუსვა კითხვა, რა გახდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი და მოწმემ არათუ ვერ დაასახელა რა გახდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი, არამედ თქვა, რომ არ მახსოვს, შეიძლება მეც კი დამეწყო კონფლიქტი და მე ვყოფილიყავი კონფლიქტის ინიციატორი, მათ შორის მე მომექნია ხელიო. ეს განმარტა პირველი მოწმემ. მაგრამ რა მტკიცებულება აქვს პროკურატურას მაშინ? არაფერი. არაფერი. პირდაპირ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ არსებობდა მოწმეების ჩვენებები, აპელირებდნენ იმაზე, რომ არსებობდა ვიდეო კადრები. ვიდეო კადრები ჩვენ გამოვიკვლიეთ და ვნახეთ, რომ იტყუებოდა პროკურატურა, როცა ამბობდა, რომ ვიდეოზე ქონდა დანაშაული გადაღებული, იმიტომ რომ რეალურად ბოლო მომენტი, როცა კადრებში ფიქსირდება გელა ხასაია, ეს არის 9 საათით ადრე შემთხვევამდე და შემთხვევიდან 20 წუთის შემდეგ. ანუ შემთხვევის დროს გელა ხასაიას ადგილზე ყოფნას არავინ და არაფერი არ ადასტურებს. და იმ მეორე დაკავებულ ქერდიყოშვილს მეორე ამ ქერდიყოშვილს არ იცნობს, ხო გელა? არასოდეს არ შეხვედრია ამ ადამიანს, მეორე ადამიანი თვითონ გადაწყვეტს მის ადვოკატთან ერთად საბოლოოდ რა ჩვენება მიცეს სასამართლოსთან მისი პოზიცია. მის წინააღმდეგ მაინც თუ აქვს. მის წინააღმდეგ არსებობს ჩვენება, რომელიც დაზარალებულმა მისცა და თქვა, რომ ამ ადამიანმა ნამდვილად ცემა, მაგრამ საპრიწონეთ მან ვერ ამოიცნო გელა ხასაია. გელა ხასაიას შემთხვევაში მან მიუთითა ისეთ ნიშნებზე გელა ხასაიას ამოსაცნობად, რომელიც რადიკალურად გამორიცხავს იმას, რომ გელა ხასაიაზე საუბრობდა რეალურად. საუბარი მაქვს იმაზე, რომ ადამიანმა მიუთითა, რომ ეს ადამიანი იყო დაბალი, მაგრამ ის სიმაღლე გამოძიებაში აღწერილი აქვს როგორც 175 სანტიმეტრის სიმაღლის და თვითონ ამბობს, რომ თვითონ 170 სანტიმეტრის სიმაღლის არის ეს ადამიანი. ეს არის პირველი შეცდომა. მეორე შეცდომა არის, რომ ეს ადამიანი ამბობს, რომ მას უკნიდან დაარტყეს და არ იცის ვინ დაარტყა გამოძიებაში, ხოლო განმარტებისას დღეს თქვა, რომ შეძლო გარჩევა ადამიანების, ვინაიდან მათ წინიდან ედგნენ და წინიდან სცემდნენ. საინტერესო დეტალია ასევე ისიც, რომ ამ ადამიანმა ვერ შეძლო მოტივის დასახელება, მაგრამ ვერ შეძლო ასევე მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობის დასახელება. მაგალითად, ამ ადამიანს არ შეუძლია თქვას, როდის მოიტეხა ხელი, ვისი დარტყმის შემდეგ, რა მომენტში და რა დროს. ასევე ამ ადამიანის გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ ემთხვევა იმ ნაწილში მისივე მიცემულ ჩვენებას, რომ თითქოს ასწრაფო დახმარება გამოიძახა თვითონ ამას ეუბნებოდა გამოძიებას, ხოლო ეხლა აღნიშნა, რომ უცხო ადამიანს თხოვა დახმარება და უცხო ადამიანმა გამოუძახა სასწრაფო დახმარება და ის უცხო ადამიანი გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ თავარი. რაზეც ჩვენ ვაპელირებდით, რომ გელა ხასაიას დაკავება 30 სექტემბერს, ანუ შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ მოხდა სპეციალურად, რომ განადგურებულიყო კამერის ჩანაწერები.
ის დაადასტურა და გამომძიებლების შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულში ამხილა დღის გამოკითხულმა ჩადუნელმა და ამხილა როგორ. ამ ადამიანმა თქვა, რომ ის საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეხვდა გამომძიებლებს, შეხვდა ქალაქ სურამში, ვისი გამოკითხვისას, მაშინ როცა საქმეში დევს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედება, ჩატარებული 10 სექტემბერს და 29 სექტემბერს, თითქოს და 29 სექტემბერს უფრო სწორად და ამ დროს დაზარალებული ამბობს, რომ ის მხოლოდ ერთხელ გამოიკითხა გამოძიებაში და გამოიკითხა 10 სექტემბერს. გამოდის 29 სექტემბრის ამოცნობა რეალურად ჩატარებული თუ არის საერთოდ ჩატარებული უნდა იყოს 10 სექტემბერს, ანუ გელას დაკავებამდე 20 დღით ადრე. და მხოლოდ იმიტომ ელოდებოდა გამოძიება 20 დღის გასვლას, რომ განადგურებულიყო კამერის ჩანაწერები და ჩვენ არ გქონოდა შესაძლებლობა გელას უდანაშაულობა დაგვედასტურებინა. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიებაში არსებობს ამოცნობის ოქმი, სადაც თითქოს და ამ ადამიანმა გელა ხასაიაზე მიუთითა, მაგრამ დღეს დარბაზში ყოფნისას გელა ხასაიასთან საუბრისას მან ვერ შეძლო მისი დასახელება და უფრო მეტი. გელა ხასაიას მიმართა ამ სიტყვებით, რომ მე არ ვიცი ვინ იყო თქვენ იყავით, ვინც მცემდა თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მაგრამ მე ვიცი რომ მცემეს. ეს ყველაფერი ამ ადამიანმა გააკეთა, ჩვენ შორის რა დისტანციაც არის ამ მანძილზე ჯდომისას, გელა ხასაიასთან პირადად საუბარში უთხრა ეს სიტყვები, მე არ ვიცი თქვენ იყავით თუ არა, ვინც მე მცემა, მაგრამ მე მცემეს. ბატონო, ეს ჩვენება არ იყო იმის საფუძველი, რომ მინიმუმ აღკვეცისთვის გადაეხედა მოსამართლეს? ყველა ობიექტურ რეალობაში, იქ სადაც პროკურატურა მოწოდების სიმაღლეზეა და საკუთარ სამართლებრივ და კანონისმიერ ვალდებულებას ასრულებს, ეს უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ შემდეგ სხდომაზე მოვიდეს პროკურორი და შეწყვიტოს გელა ხასაიას მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა, მაგრამ რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადახედვას, არსებობს სტანდარტი, ჩვენ ამ შემდგომლობას აუცილებლად დავაყენებთ შემდეგ სასამართლო სხდომაზე, მას შემდეგ რაც დავამუშავებთ დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებას დეტალურად ავწერთ, რატომ უნდა გათავისუფლდეს გელა ხასაია, აუცილებლად დავაყენებთ ამ შემდგომლობას შემდეგ სხდომაზე, მაგრამ არ გვაქვს მოლოდინი, რომ დაკმაყოფილდება პროცესუალური თანმიმდევრობიდან გამომდინარე, ვინაიდან კიდევ არსებობს მოწვევები, ვინც უნდა გამოიკითხოს, ვინაიდან კიდევ არსებობს წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც გამოიკითხოს, ესე ვთქვათ, ეს ფორმალურად ალბათ გახდება საფუძველი, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი გვითხრან, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმეს რაიმე ეჭვი გააჩნდა, თუნდაც 1%-იანი ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ეს ეჭვები თვითონ უკუაგდო ყველა დაზარალებულმა, რომელმაც პირველი ვერ ამოიცნო გელა ხასაია, მეორე ვერ დაასახელა დაზიანების ფაქტი, ვერ აღწერა კონფლიქტის მიზეზი და მეოთხე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პირდაპირ ამხილა გამოძიება და პროკურატურა საქმის მასალების შესაძლო გაყალბებაში. მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული მასთან ერთად, მათ შორის გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია არ არის ინფორმაცია, რომელიც მან მიაწოდა გამომძიებელს. კი ბატონო. დიდი მადლობა ომარ ფურცელაძე. გელა ხასაიას ადვოკატი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენი ეთერი 4-ზე ამით დასრულებულია. ერთმანეთს ზუსტად 6-ზე შევხვდებით დროებით გემშვიდობებით.